სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი გთავაზობთ დაპირებულ ინტერვიუს მიხეილ ყაველაშვილთან. უყურეთ და გაიგეთ, თუ რას ფიქრობს ქართულ ფეხბურთზე, საფეხბურთო კლუბ სიონზე, როგორია მისი სამომავლო გეგმები და როგორ ესახება ფეხბურთის მომავალი. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, ჩამოხვედით და შევხვდით. ყველასთვის ცნობილია, რომ თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ ბოლნისში, თამაში დაიწყეთ სწორედ აქ ამ სტადიონზე, შემდგომ თამაშობდით თბილისის დინამოში. ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი საფეხბურთო მოღვაწეობა, საფეხბურთო კარიერა? პირველ რიგში მინდა რომ აღნიშნეთ, რომ დავიბადე და გავიზარდე ბოლნისში და ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო ჩემს, ასე ვთქვათ, ქალაქს, სადაც დავიბადე და გავიზარდე, უამრავ ჩემს, ასე ვთქვათ, ახლობელს და ბოლნისში მაცხოვრებელს, მოქალაქეს, ბოლნისელებს ყველას. 3 წლიდან არ ვიცი, როცა რაც მახსოვს, ბევრჯერ აღმენიშნავს, როცა ჩემ ბიოგრაფიაზე ვლაპარაკობ, აი როგორც კი მახსენდება, ესე იგი, ჩემი აღქმა ფიზიკურად იმ დღიდან მახსოვს, რომ ფეხბურთს თამაშობდი. ასე რომ მე და ფეხბურთი განუყრელები ვართ. აი აქ ამ სტადიონზე დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, საფეხბურთო სკოლაში მოღვაწეობა, მანამდე ესე იგი ქუჩაში, სკოლაში მეგობრებთან ერთად გამუდმებით, როგორც მაშინ ყველა ახალგაზრდა, ჩემზე უფროსი თაობას და შემდეგ იმ დროს ფეხბურთი იყო ჩვენთვის ნომერ პირველი გასართობი და ხშირად, ასე ვთქვათ, თამაშობდით. შემდეგ შეიქმნა ახალი გუნდი პრინციპში, იყო საფეხბურთო სკოლა, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებოდნენ ყოველთვის ბოლნისში, ჩვენზე უფროსი თაობა. მურთაზ კორძაძე იყო, მარიუგრე ხელიძემიც ამ სკოლას ხელმძღვანელობდა, ჩვენი გუნდი მურთაზიმ შეკრიპა გურამ ყილასონიასთან ერთად, შემდეგ მერაბი ჯაფარიძე შემოგვიერთა და მოკლედ საკმაოდ წარმატებული იმ დროისთვის, ესე იგი 11 წლის 12 წლის ბავშვებისთვის საკმაოდ წარმატებული გუნდი ვიყავით, მონაწილეობდით ტყავის ბურთზე, დავდიოდით ტურნირებზე, არ ვიცი, უკრაინაში, ესტონეთშიც ვიყავით, ლატვიაში, რა ვიცი, მოვიარეთ თითქმის საბჭოთა კავშირი და იმ ასაკში, რაც აკლიათ ახლა ჩვენ ბავშვებს, ჩვენ განებივრებული ვიყავით და საკმაოდ გამომადგა შემდგომი წლებისთვის ეს გამოცდილება. შემდეგ გადავედი, ასე ვთქვათ, ავაზაში, დავამთავრე 35 სკოლა, სადაც ასევე წარმატებას მივახციეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, ასე ვთქვათ, 18 წლამდელებში. და შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერა უკავშირდება მთლიანად დინამოს. დინამოს შემდეგ ალანიაში, რუსეთის ჩემპიონატში 1 წელი გავხდი ჩემპიონი, შემდეგ მანჩესტერ სიტიში წელიწად ნახევარი და შემდეგ მთელი ჩემი კარიერა, ასე ვთქვათ, დასრულებამდე იყო შვეიცარიაში, წამყვან კლუბებში, რასხოფერში, შემდეგ ციურიხში, ლუცერნი, არაუსიონი და დავამთავრე ყოველთ საუკეთესო გუნდში ბაზელში. ასევე მოღვაწეობდი ნაკრებში, ეს მცირე ბიოგრაფია ჩემი. საკმაოდ შთამბეჭდავი მე ვიტყვი. ეხლა ამ გადასახედიდან, როცა ვაანალიზებ ჩემს კარიერას, არის მომენტები, როცა შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო, რომ ესე ვერ მეთამაშა, მაგრამ ჩემში შინაგანად ის პოტენციალი რაც იყო და ალბათ ჩემ თაობას გაზდებს, ასე ვთქვათ, აით მოტივად, რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვეძლო გავუკეთებინა, ჩემ თავზეც ესე აღვიქვა, რომ ბევრად მეტი მონაცემი ქონდა, ვიდრე შევძელით თამაში, რაც ვითამაშეთ, მაგრამ წლებს უკან ვერ დააბრუნებ, ამ გამოსილებით, რა თქმა უნდა, ბევრს უკეთესობისკენ შევშვიდი და უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებდი, უკეთეს გუნდში და უკეთეს კარიერას, მაგრამ ეს ალბათ ყველა ფეხბურთელს აქვს ეს, ასე ვთქვათ, დაუკმაყოფილებული ის გრძნობა და მიმაჩნია, რომ ასე თუ ისე ჩემი კარიერა ავად და კარგად თუ როგორც იყო, ალბათ ამას ყოველთვის გულშემატკივარი აქვს. თქვენ საკმაოდ მთელი საფეხბურთო კარიერა გაქვთ, თუმცა თქვენი ოპონენტი ამ შემთხვევაში დავაკონკრეტებ, ბატონი ლადო ბურდული ამბობს, რომ თქვენ არა გაქვთ შესაბამისი განათლება, ანუ გულისხმობს უმაღლეს განათლებას და ეს აქედან გამომდინარე თქვენ ვერ გახდებით დაუშვათ გენერალური დირექტორი კლუბის, ან თუნდაც ვერ იქნებით თავარი მწვრთნელი UEFA-ს სტანდარტების მიხედვით. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი და სიმართლეს და რა შეგიძლიათ უპასუხოთ ამას? აჰა.
ხო, გასაგებია კითხვის მოტივი, მაგრამ არ მინდოდა ამ საკითხით გაგვეგზელებინა. რა თქმა უნდა, შევეხები ამ საკითხსაც. ჩემ განათლებასთან დაკავშირებით და ჩემს, ასე ვთქვათ, ეს კარიერა, რაც მე მოვყევი, თითქმის 17 წელი, 18 წელი მე პროფესიულ ფეხბურთში მოღვაწეობ, გუნდების ჩამოთვალე უამრავი გუნდი. ჩემი კარიერის მანძილზე საკმაოდ ძლიერი გუნდები შევიცვალე. საერთოდ მიმაჩნია ამას წინათ ტელევიზიითაც განვაცხადე, რომ თვითონ პროფესიონალი ფეხბურთელის განათლება, უმაღლეს განათლებაზე ლაპარაკი ცოტა რთული არის. ამ თემით კარიერის შემდეგ დავინტერესდი, იმიტომ რომ საკმაოდ ჩვენი ფეხბურთელები, ქართული ფეხბურთელები, ვინც თქვათ სკოლებში იზრდებიან და მე მოვყვებით ჩემ პროგრამაში დევს ეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად უწევთ სკოლის გასცენა. არ არის შეთანხმებული განათლების სამინისტროსთან, ფედერაციის საშეჯიბრო, ასე ვთქვათ, სისტემა, რაცა ახალგაზრდებში საკმაოდ ქაოტურად არის, როგორც სხვა, ასე ვთქვათ, სფეროები ფედერაციაში. ხშირად უწევთ ბავშვებს სკოლის გასცენა და ეს არ შეიძლება. პრიორიტეტები, რატო ვიძახი, რომ ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი, მე შვეიცარიაში თითქმის 10 წელი ვიცხოვრე და ჩემი შვილი, რომელმაც პირველი კლასიდან 10 კლასი დაამთავრა, არ არსებობდა არც ერთი, ასე ვთქვათ, შეჯიბრი, რომ გადაჯაჭვული ყოფილიყო სწავლასთან, პირდაპირ აწყობილი იყო სისტემა, რომ სკოლის შემდეგ ვარჯიშიან, თამაშები ზუსტად ისე დროს იყო დანიშნული, რომ არ შეხებოდა სწავლა განათლებას და ნებისმიერ აკადემიაში წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში, რომ წავიღოთ ბაიერნი, ბარსელონა და ასე შემდეგ, რეალ მადრიდი და ყველა, ასე ვთქვათ, წამყვანი კლუბები პრიორიტეტს ანიჭებენ 18 წლამდე ყოველთვის, რომ ბავშვმა სრულყოფილი განათლება მიიღოს უმაღლეს განათლებამდე. დღეს უკვე უკეთეს პირობაში ტექნოლოგიების განვითარების გზით არის შესაძლებელი, როცა უკვე ფეხბურთელი პროფესიულ კარიერას იწყებს, ან შუა პროცესში, მაგალითად 25-27 წლის ან მანამდეც უკვე დაიწყო ნელ-ნელა რამოდენიმე უნივერსიტეტმა თქვა თანხმობა. მე ვიყავი შვეიცარიის ასეთი ორგანიზაცია, პროფკავშირების მაგვარი ორგანიზაცია, სადაც ფეხბურთელის უფლებები არის დაცული. ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი შვეიცარიაში გულისხმობ, რომელმაც ხელი მოაწერა ამ გაერთიანებაში მონაწილეობას, რატო ვაყალიბებ, რომ მე საქართველოშიც ჩემი და ლევან ყიფიანის, ასე ვთქვათ, ძალისხმევით შევქმნით ეს ორგანიზაცია და რას გულისხმობს ეს ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციამ თითქმის ყველა ფეხბურთელი, უმრავლესობა ფეხბურთელების 80-90% FIFPro არის ესეთი ორგანიზაცია, პროფესიული ფეხბურთელების კავშირი ქვია, საერთაშორისო დონეზე ყველა ქვეყანაშია, ინგლისში, ჰოლანდიაში და ასე შემდეგ. რატო ამახვილებ ყურადღებას, რომ კონტრაქტს მოაწერეს ხელი და ფეხბურთელებს, პროფესიონალ ფეხბურთელებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში ჩააბარონ გამოცდები და ის პერიოდი, როცა ისინი პროფესიულ კარიერას ეუფლებიან, პარალელურ რეჟიმში მათ აქვთ, ასე ვთქვათ, დრო იმისა ფიზიკურად გადაადგილების არ აქვთ, რომ უნივერსიტეტში იარონ, მაგრამ აი სახლში ან ასე ვთქვათ, შეკრების დროს მათ აქვთ ონლაინ რეჟიმში. დღეს აძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას, რომ ისწავლონ. ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ დროს ესეთი შესაძლებლობები არ იყო, როცა დავამთავრე მე სკოლა დინამო თბილისში, 17 წლის უკვე დინამო თბილისის წევრი ვიყავი, ჩვენ ჩავაბარეთ უნივერსიტეტში, საკმაოდ ასე ვთქვათ, სპორტული სიები იყო, ჩემი ფაკულტეტი იყო ეკონომიკური ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2 წელი მომიწიას, ასე ვთქვათ, სწავლას ვერ დავარქმევ ნამდვილად, ვერც იმას დავარქმევ, რომ უცბელი ვიქნები, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, სოდნით მოხდა ჩაბარება. ყველამ ვიცით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. ამას ვემიჯნები მე, იმიტომ რომ შემდეგ მესამე კურსის დახურვამდე უკვე მე ვეღარ გავაგზელე ფიზიკურად სწავლა
მაგრამ არ ვთვლი რომ ის რომ მე ჩავაბარე და ამ პერიოდში მე შემეზო ფიზიკურად არ დავდიოდი, ვერ დავდიოდი, დახმარება ხდებოდა, რადგან მე ვიყავი სპორტსმენი და წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ ზუსტად ამას ვემიჯნები, რომ ეს არაფერს არ აძლევს არც ფეხბურთელს და არც ქვეყანას და ეს არის უბრალოდ დიპლომისთვის, რომ შემდეგ აი ზუსტად ესე როგორც აღნიშნა ლადო ბურდულმა რომ მე დიპლომი მქონოდა, არიან ფეხბურთელები, ვისაც ორი დიპლომი აქვთ, ვერ წარმომიდგენია რომ პროფესიულ კარიერაში როგორ უნდა შეძლოს ფეხბურთელმა ორი დიპლომის აღება სწავლის გარეშე, მაგრამ ჩვენთან ხდებოდა ეს ყველაფერი და ეს მე მიმაჩნია რომ ეს მავნე დამოკიდებულებაა და მე რაც მჭირდება ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა თუ შემძლებოდა რომ ეხლა ბევრ ამას როცა ვაანალიზებ, ბევრ ამაში მოვიკოჭრებ და ეხლა მიწევს ბევრი რამის ანაზღაურება ზუსტად მაშინ მოკლებული ამ განათლებასთან დაკავშირებით. ასე რომ დიპლომი ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომი არ ვიცი ხა ფეხბურთელების ევროპაში კარიერა როგორც მე დავასრულე ისევე ასრულებენ და მათ არ აქვს საშუალება რომ 4 წელი უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ, მაგრამ თუ თქვენ გადაავლებთ დიდ ფეხბურთელებს პრინციპში არის მათი ბეკენბაუერი ყველამ კარგად იცით, მასაც უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და სამწვრთნელო ლიცენზიაც არ ჰქონია, მაგრამ წარმატებული ფეხბურთელის იყო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა როგორც მწვრთნელი და არ ვიცი პრეზიდენტი იყო დიდი ხანის შემდეგ ბაიერნის და ამას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს დიპლომს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ არის, რა არითი ცხოვრობს, მე არა ვარ უცნობი პიროვნება საზოგადოებისთვის, ჩემი ძალისხმევა უფრო პროფესიული თვალსაზრისით და განვითარების თვალსაზრისით საფეხბურთო ასე ვთქვათ, გარემოს გულისხმობს საქართველოში ამ მიმართულებით არის ჩემ თანამოაზრეებთან ერთად. მე არ ვიცი გამიგზელდა მე მგონი ამ კითხვაზე პასუხი. ბურდულს არ ვიცი რა პასუხი გავცი ამასთან დაკავშირებით. თუ ისაა მხედველობაში რომ მე მაქვს თუ არა პროლიცენზია, UEFA-ს არა მაქვს, არ მისწავლია ერთი კურსის გავლა შევძელია მარტო შვეიცარიაში. ის რომ მაშინ მივყვები, არ ვიცი, კითხვა იყო დასმული, რომ მას ჰქონდა ჩემთან შემოთავაზება, მე ბურდულთან არასოდეს არ მქონია ბოლნისთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია. მიუღებლადაც მიმაჩნია, რომ ბურდულ შემთხვევაში შემოეთავაზებინა რაიმე ცოტა სასაცილოც არის ჩემი მხრიდან მის მიერ შემოთავაზება. არ ვიცი რა გიპასუხოთ ახლა. ეს უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვქონდა სიუჟეტი მომზადებული 27 ივნისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე დაგისვით ეს კითხვა. ის რომ ბურდულს სურვილი ჰქონდა რომ მე ბოლნისში მემუშავა, ეს არის აბსურდი. მე ბურდულთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. მაშინ ქრონოლოგიურად გავყვები ჩემი მოღვაწეობა პროფესიული კარიერის შემდეგ და მე უკვე საფეხბურთო სამყარომას და საზოგადოებამ იცის რომ 2007 წელს დავამთავრე პროფესიული კარიერა ფეხბურთის. 2007 წელს მე მქონდა კურსი, ასე ვთქვათ, შვეიცარიაში სამწვრთნელო. შემდეგ მოხდა უმსგავსო საქციელი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, ყველა მიცით ეს, როგორი ჩარევა მოხდა და როგორ აიძულეს, რაც შორის ჩემი ახლო მეგობარი არის, მე თანამოაზრე ვიყავი მისი, ფიზიკურად არ ვიყავი, უნდა შეიძლება ცოტა ოდნავ განსხვავებული შეხედულება ზუსტად რომ ესეთი ჩარევა არ მოხდარიყო, მაგრამ ეს ჩარევა მოხდა და იმის შემდეგ გადავწყვიტე ჩემ მეგობრებთან ერთად, თანამოაზრეებთან ერთად გამომეცხადებინა ბრძოლა, იმიტომ რომ ეს რაც მოხდა კიდე არ არის გაანალიზებული და ეს მუდმივად მოხდება თუ ჩვენ არ შევცვლით მთლიანად მიდგომას და სისტემას ქართულ ფეხბურთში და დღეს წელს არის იმის საშუალება რომ პირველად საქართველოში რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მართლაც ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. აი ეს ბრძოლა 2007 წელს დავიწყეთ ჩვენ თანამოაზრეებთან ერთად. იმდენად მკვეთრი და პრინციპული იყო
ეს ბრძოლა რომ თითქმის პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდა და პირდაპირ მუქარები იყო ქვეყნის პირველი როგორც ჩაერია ასე ვთქვათ ფედერაციის არჩევნებში იმ ადამიანებს მხრიდან, მაგრამ ერთი წამით არ გადაგვიხვევია ჩვენი პრინციპებისგან. ჩვენ შევქმნით ორგანიზაცია ჩვენი ფეხბურთი, სადაც უამრავი ადამიანი წევრიანდებოდა, ჰქონდა შეხვედრები სტუდენტებთან უნივერსიტეტებში, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. საკმაოდ ძლიერი ასე ვთქვათ მოძრაობა დაიწყო, მაგრამ დაიწყო მას შემდეგ რეპრესიებს დავარქმევდი, იმიტომ რომ შემდეგ მე 3 წლის განმავლობაში არ შემეძლო საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ იყო პირდაპირ ასე ვთქვათ მითითება ჩემი დაპატიმრების. არსებობს პროკურატურის ასე ვთქვათ, რომელიც შვეიცარიაში გამომიგზავნეს, რომ დაწყებულიყო გამოძიება ჩემს მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ასე მკვეთრად უპირისპირდებოდით არა ვინმეს პიროვნულად და შეუძლებელია ეხლაც ამ კონფლიქტის შექმნა უნდათ, მაგრამ მე ნამდვილად არ მაინტერესებს მაგალითად ლადო ბურდულთან კონფლიქტი, იმიტომ რომ მე პიროვნებებს არ ვეხები, ჩემი თავარი мотивация არის ფეხბურთში ცვლილებები და იმ ადამიანების საქმიანობას ყოველთვის დაუპირისპირდები, იმიტომ რომ დღეს არ დამიწყია ეს ბრძოლა, ვინც ჩვენს ფეხბურთში ესეთ მავნებლულ საქციელს ჩადის. რაში გამოიხატება, თავის კითხვა თუ გინდა. აიცით, დაუბრუნდებით ამ საკითხებს, ისევ ერთი კითხვა, რადგან ფეხბურთს შევეხეთ ისევ კვლავ საქართველოში საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ ძველი დიდებით ცხოვრობს. თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან უყვართ ეს სპორტი. ეთანხმებით თუ არა ამ არა, ფაქტია, მუსირებს, იმიტომ რომ წლებია ქართველი გულშემატკივარი ელოდება რაიმე სერიოზულ წარმატებას, მაგრამ დღითი დღე ქართული ფეხბურთში მდგომარეობა უარესდება, უკან მიდის, რომც არ ვინმე სურვილი კონდეს, რომ სხვანაირად იყოს, ეს ერთია, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, ფაქტია, რომ დღითი დღე უარესდება მდგომარეობა ქართული ფეხბურთის და ერთადერთი შვება ის არის, რომ აი წარსულში ჩვენი გუნდების და ფეხბურთელების წარმატებით იცხოვრონ და ესეც ნელ-ნელა ნელდება, იმიტომ რომ მოდის ახალი თაობა, რომელსაც არ უნახავს. მე მაგალითად მოვესწარი იმ დიდი ფეხბურთელების და დიდი გუნდის, ასე ვთქვათ, ფიზიკურად ხილვას და თამაშს და პრინციპში მათ დიდებაზე და მათი თამაშებით გავიზარდეთ, ხო? აქვე არ შემიძლია რომ გავყვები ალბათ შემდეგ დამისვოთ კითხვას, რომ ჩემი მთავარი ასე ვთქვათ კრიტიკული შენიშვნა და კითხვა იმისა, რომ პოლონისი სიონი მე-3 წელია თუ არ ვცდები, 3 წელია საკუთარ კედლებში არ თამაშობს. მე ვიხსენებ ზუსტად მანამდე ჩემ ბიოგრაფიაში აღვნიშნე ეს მომენტი, რომ თელი ჩემი ბავშვობა, ის წლები 4, 5, 6 წლიდან, ესე იგი 11, 12, 13 წლამდე ამ მოედანზე ვიყავი და ბოლნისი სიონის თამაშებზე დავდიოდი და ძალიან მკაფიოდ თამაშობ, ასე ვთქვათ, ჩაჭედილი მეხსიერებაში მაშინდელი ფეხბურთელები არ შემიძლია არ აღვნიშნო ესი კუგულავა და ჯონი ჯაგიდისი, კობა ქობულაძე, მიშა ფოფხაძე, ენადი აიდინოვი, ავიც კიდე სხვა, რომ ამ ფეხბურთელების, ასე ვთქვათ, თამაშზე ვიზრდებოდით ბოლნისში, პატარა ბავშვები და ერთი სული ჰქონდა, ვარჯიშზე დავსწრებოდით, ან თამაშზე მოვსულიყავით და დღესასწაულივით იყო. მე ესე მახსოვს ჩვენი ბავშვობა. არა მარტო ჩვენ ბავშვები, ხა მაგალითად ბოლნისი, როგორც იცით, პატარა ქალაქი არის და უამრავი გულშემატკივარი ყავდა ფეხბურთს, მაგალითად მე მყავს ბიძა, რომელიც ახლა ხანში შესული კაცი არის და არასდროს არ ასწინდა თამაშს, არათუ ბოლნისის, არამედ დინამოს თამაშებზე დადიოდა. იცით, რომ თითქმის ყველა ბოლნისეს აქვს ნაკვეთი მიწა და ამ სამუშაოების შემდეგ მათი, ასე ვთქვათ, შვება და რაღაცნაირად განტვირთვა იყო ფეხბურთზე სიარული და მესიყურება. ამ ყველაფერს რომ მოაკლებთ, ამას აქ ხელოვნური
სახე. მოდი ჩაგეჭრებით ახლა კითხვაში. ეცით თქვენ ახსენეთ რომ 3 წელია უკვე უბალო 3 წელია არ თამაშობს გუნდი თავის კედლებში. თუმცა მათ აქვთ თავისი მოსაზრება რომ ეს არის სტადიონი გაუმართავი და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ? შეეძლო ამ 3 წლის მანძილზე გუნდს ეთამაშა თუ არ ეთამაშა ევარჯიშა მაინც ამ სტადიონზე და როგორ ფიქრობთ? ვის და რაში სჭირდებოდა ეს? გავიგე კითხვა და მესმის მე საერთოდ რაიმეს აზრის დაფიქსირებას როცა ესეთი შინაგანი ასე ვთქვათ ჩემი წესი არის რომ მე აზრის გამოთქმას ესე ზედაპირულად და ზეპირად არ ვისვრის სიტყვებს და არ ვიძახ ისეთ რამეს რომელშიც გარკვეული არა ვარ. დარწმუნებული ვარ მაქვს უამრავი ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბოლნისში თამაში შეიძლებოდა. ამას სჭირდებოდა უფრო პრინციპული მიდგომა, უფრო მეტად რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ სიყვარულიდან იწყება და შენ თუ განწყობა გაქვს, სადაც მიდიხარ სამუშაოდ იმ რაიონში, იმ გუნდში, ხომ? პირველი რაც უნდა შენ კონდეს, ასე ვთქვათ, გონებაში, ხომ? ეს ფეხბურთელი იქნება, ნებისმიერ ჩინოვნიკი იქნება, სადმე, რომელიმე, ასე ვთქვათ, ქალაქში სამუშაოდ როცა მიდის, ფეხბურთელი იქნება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო იქ ცხოვრები, იქ ყოფი გულშემატკივარის, ასე ვთქვათ, შეხედულებები და პირველი უმთავრესი რაზეც უნდა ეზრუნა, ხო ეს უნდა ყოფილიყო, რომ აუცილებლად ამ ქალაქში ყოფილიყო ფეხბურთი. მოხდა აბსოლუტურად პირიქით. ეხლა ის წერილები, რომელმაც მეც ვნახე, მომეცა შესაძლებლობა, რომ ალბათ ინფორმაციას აქვთ იმის საშუალება, რომ ეს ინფორმაციები მიიღონ თუ რა ხდება, რაზე შეიძლება შეედავონ, შემდეგ გამოაჩენეს ეს წერილები, რომ აი რამოდენიმეჯერ მიმართეს და ასე შემდეგ. ეს არის მე ვიტყვი რომ თავისმართლების პროცესი, იმიტომ რომ ზუსტად გავერკვიე და ეს ექვემდებარება სხვათა შორის გამოძიებას აუცილებლად მოხდება ცვლილებები ფეხბურთის ფედერაციაში, უნდა მოითმინოს ბოლნისელმა გულშემატკივარმა და ასევე საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივარმაც მიუხედავად ამ გაუსაძვესი მდგომარეობისა ფეხბურთში ცვლილებები იქნება და ესეთ მე მაქვს იდეაში მნიშვნელობა არ აქვს, მე აქ ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს პროცესი ისე გაგრძელდეს, რომ აი ეს დანაკარგი, რაც ამ კლუბმა დაკარგა ამ 3 წლის განმავლობაში, აი ეს თანხები, რომელიც იმის გამო, რომ ბოლნისში ვერ თამაშობდა ბოლნისის სიონი და ასევე ვერ ვარჯიშობდა, ხო, ვარჯიშს რამე პრობლემა ჰქონდა, გუნდს, რომელსაც თავის სტადიონი აქვს, აი შეიძლება დაიწუნეს, რომ სათამაშოდ უვარგისია, ვარჯიშს, რომელსაც შენ მიდიხარ და სხვა ქალაქში თანხას იხდი, იმიტომ რომ გუნდმა ივარჯიშოს, ხო? ეს ფინანსების დაზოგვა არის, ეს ფინანსები ხო ბოლნისის ბიუჯეტიდან წასული თანხა იყო და 3 წლის განმავლობაში მე ერთხელ ინტერვიუში აღვნიშნე და იგივე აზრისა ვარ, რომ ამ ადამიანმა ნებსით უნებლიეთ მოახერხა ის, რომ ბოლნის ფეხბურთთან ერთად და ბიუჯეტის ფული ერთად ფეხბურთთან ერთად, ბიუჯეტის ფულთან ერთად მოპარა ბოლნისელ გულშემატკივარს აი ეს ორივე ძვირფასი რამ ფინანსებზე ხშირად არის ქართულ ფეხბურთში ლაპარაკი და ესეთი პატარა რაიონისთვის რა თქმა უნდა ყველა კლუბს ღმერთმა მეტი მისცეს, მეტი შესაძლებლობა, მაგრამ ზუსტად ის თანხები, რომელიც ესე ზედაპირულად ჩანს, ის დახარჯული თანხები საკმაოდ მიდგომით, პროფესიონალური მიდგომით, ზუსტად დამოკიდებულებით ფეხბურთის მიმართ, პატივისცემით იმ ქალაქის მიმართ, სადაც შენ მოღვაწეობ, ხო, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის გამოსწორება. ეხლა რა ხდება, რომ რაღაცა დამცავი, ასე ვთქვათ, ღობეები უნდა გაკეთდეს, რომელიც თვლი რომ მიზერულ თანხებთან არის დაკავშირებული და თურმე შესაძლებელი იქნება ბოლნისში ფეხბურთის თამაში და ეს ყველაფერი 3 წლის მანძილზე არ შეიძლება გაკეთებულიყო. რატომ აქ მეტყვი სრული ინფორმაცია მაქვს, იგივე უარის მდგომარეობა იყო. როცა მოედნის საფარზეა ლაპარაკი, კატასტროფამდე იყო მისული მარტვილის მოედანი, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ხშირად გამოდიოდა. ბევრი პროტესტი იყო სხვა გუნდების მხრიდან, მაგრამ მარტვილში ფეხბურთს თამაშობდნენ. ზუგდიდში დამცავ-ღობეებთან დაკავშირებით, საჩხერეში, ამიტომ როცა ერთ გუნდს შენ უგზალავ და მეორე გუნდს აძლევ ამის საშუალებას, ამას აქ ზუსტად ხელოვნურობის ხელოვნურად აკრძალვის როგორ გითხრათ, შეფასებები და
ამას აუცილებლად დაუბრუნდები, გარდა იმისა, რომ ვარ ბოლნისელი, ისედაც ნებისმიერ გუნდის ინტერესს ყოველთვის დავიცავ, სხვა გუნდს რომ ანალოგიური პრობლემა ქონოდა, აუცილებლად დავეხმარებოდი მასაც, მაგრამ ვალდებულებაც არის ჩემი მხრიდან, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა იმაში, რომ ბოლნისში არ თამაშობდა და გუნდი სხვა ქალაქში თამაშობდა. ეს ამ კონკრეტულ ფაქტს მაქვს. დღესდღეობით ქართული ფეხბურთი კრიზისშია, თუ არ ჩავთვლით ბოლოს რამდენიმე დღის წინ სამ თამაშს. თქვენ როგორც ამ სპორტის ამსახეობაში ღრმად ჩახედული პიროვნება, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მთავარი გამომწვევი მიზეზები? მთავარი მანამდე აღნიშნე, ახლა დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ, როცა ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნოლიდან დასაწყები იყო. იმ მომენტში შესაძლებელი იყო ეტაპობრივად, ასე ვთქვათ, გადმორთვა ამ სისტემაზე, მაგრამ იქაც არ იყო გათვალისწინებული ფეხბურთის ასე ვთქვათ აზრი და იყო რიგი შეცდომების დაშვებული, რამაც მიგვიყვანა ჯერ სულ კატასტროფამდე და შემდეგ ნოლიდან დაწყება ამ ყველაფრის და იმის ასე ვთქვათ ნანგრევებზე ვართ ჯერ კიდევ. ახალი სისტემა ამ წლების მანძილზე არ შექმნილა. ამას ხელს უშლიდა უამრავი ფაქტორი, ხელისუფლების არასწორი დამოკიდებულება, თვითონ შიგნით ფედერაციაში ქაოტური მდგომარეობა, ეს არ იცვლებოდა და წლების გასვლის შემდეგ, აი განსაკუთრებით ბოლო, ასე ვთქვათ, 10 წლის მანძილზე მოხდა უხეში ჩარევები, თითქოს გაჩნდა სურვილი, რომ დაფინანსება იქნება, მაგრამ ეს დაფინანსება იყო უფრო პიარზე აგებული და ხდებოდა არაპროფესიონალების ჩარევა პირდაპირ და რაც აღნიშნეს 2007 წლის არჩევნები მავხედველობაში, მას შემდეგ არ გამოსწორებულა სიტუაცია. დღეს კიდევ ერთხელ ვიძახე, ეს არის შანსი, რომ მოვიდეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში გუნდი თანამოაზრეთა, ვისაც ექნება მკაფიოდ გაწერილი გრძელვადიანი პროგრამა ფეხბურთის განვითარების. მე ვლაპარაკობ ამაზე ამ ეტაპზე თამამად, იმიტომ რომ მე შარშან მქონდა ჩემ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად პრეზენტაცია ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული ხედვა, ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევქმნით 5 თვის მუშაობის მანძილზე, შევისწავლეთ მთლიანად არსებული მდგომარეობა ქართულ ფეხბურთში. ერთია რომ ხედავ, რომ ეს ცუდი მდგომარეობა, მაგრამ მიზეზები ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ ჩვენ შევქმნით, ასე ვთქვათ, ამ რეალობაში სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი და ჩვენ საკმაოდ მომზადებული გუნდი ვართ ამის შესახებ. ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და ან ჩვენი გუნდი მიაღწევს წარმატებას და გაიმარჯვებს, ან კიდევ აუცილებლად ჩვენზე უკეთესი უნდა იყოს, რომ გაიმარჯვოს და ამაში საზოგადოება დარწმუნებული ვარ მიიღებს მონაწილეობას. ესეთი ნებასურვილი ჩანს ამ ეტაპისთვის. მე და ჩემი მეგობრები ვიქნებით პირველები, თუ რამე უმსგავსო მოხდება, რაც მანამდე მოხდა, პირველები აღუდგებით ამას წინ და იმედია საზოგადოებამაც ისწავლა, გულშემატკივარმაც ისწავლა ამ გამოცდილებით და არაფრის დიდებით არ უნდა დაუშვათ, რომ რაიმე ექსცესს კონდეს და რაიმე ჩარევას კონდეს ადგილი. იმას თუ რატო არის ეს მიზეზები, ხშირი არის ობიექტური სურათი უჭირს გულშემატკივარს. პრინციპში ესე კულუარულად ყველა ხვდება, რომ ძიმე მდგომარეობა, მაგრამ უჭირს იცი რის გამო, რომ არსებობენ თანამდებობის პირები, ხელმძღვანელები ფედერაციის ან კლუბების, რომლებიც ამ ყველაფერს პირიქით ხატავენ, რომ ფეხბურთი ვითარდება, კარგი მდგომარეობაა, რაღაც ძალისხმევით. ემასწინოთ იყო ლაპარაკი, რომ 7 მილიონი დაფინანსდა ფეხბურთი. ეს არის არასწორი შეფასება, იმიტომ რომ თითქმის ყოველ წელს 37-დან 45 მილიონამდე იხარჯება ფეხბურთში. აი ეს თანხა, რომელსაც არავინ არ ახსენებდა, აი ეს თანხა თითქმის ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში გამოყოფილი არის თანხები ფეხბურთისთვის და ეს თანხები იხარჯება აბსოლუტურად უსარგებლოდ. არანაირი, ასე ვთქვათ, სარგებელი არ აქვს ამ თანხების დახარჯვას და ყოველგვარი მიზნის გარეშე. სასაცილო რატომ მოხდა, აი ჩემი დაუბრუნდა ერთ კითხვას და ამას ვერაული გვერდს, იმიტომ რომ
ჩემი დამოკიდებულება უნდა იცოდეს, ახლა მე ბოლნისში ვარ და გულშემატკივარს ალბათ აინტერესებს მთლიანად პროცესი იმისა თუ ამ ადამიანმა ბრალდება წარმომიყენა მე რომ მე ჩემი მეგობრები მივიდნენ მასთან ხო უნდა გავცე პასუხი იმიტომ რომ იმ ყულთან ერთად რომ თითქოს მე რამეს თავაზობდი როგორ მოხდა ეს ყველაფერი 2012 წელს როცა მე დავბრუნდი აი ასე ვთქვათ ჩემი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში მოხდა როგორც მოგეხსენებათ პოლიტიკური ცვლილებები თუ არ ჩდები ფალავანდიშვილი ხო პირველი ხელისუფლების პერიოდში ფალავანდიშვილი ხო ამ პერიოდში ამ ხელისუფლების დროს პირველი გამგებელი ვინც დაინიშნა თუ არ ვწდები ფალავანდიშვილი იყო მისი მხრიდან იყო ჩემთან ასე ვთქვათ დაკავშირების საერთო მეგობარი ყავდა და როცა ის აპირებდა უკვე იცოდა გადაწყვეტილი იყო რომ ბოლნისში წამოსულიყო გამგებლად ის დამიკავშირდა ჩვენ შევხვდით მას ჰქონდა ასე ვთქვათ სურვილი რომ ესეთ პიროვნება როგორც მე ვთქვათ ბოლნისელი ფეხბურთელი წარსულს რომ გუნდთან დაკავშირებით იცოდა ქონდა ინფორმაცია რომ ბოლნისელებისთვის ფეხბურთი ასე ვთქვათ საკმაოდ მნიშვნელოვანია მას ჰქონდა სურვილი ჩემთან ასე ვთქვათ გაიარა კონსულტაცია თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო მე მქონდა შეხვედრა მასთან ასევე ამ შეხვედრას შემდეგ ესწრებოდა მადნეულის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობა და მთავრობის ასე ვთქვათ წევრები თუმცა მე მკითხეს რომ გულწრფელი ვიქნები ამ შემთხვევაში თუ რას ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა ფეხბურთის განვითარება ბოლნისში მე მათ უპასუხე რომ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ რაც დღემდე ხდება ეს არის ილუზიები რომ ეს ერთჯერადი დაფინანსებები აქციები და რაღაცა გუნდის შექმნა თითქოს ევროპაზე გასვლა და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შედეგებს მაგრამ პირველივე დღეს ვუთხარი რომ მინიმუმ არსებობდეს გაწერილი გრძელვადიანი გეგმა უნდა დავიწყოთ ასე ვთქვათ კლუბის პროფესიული კლუბის მშენებლობა ეს იწყება ასე ვთქვათ სამოყვარულოდან რადგან ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს უნდა გავხადოთ უფასო დაბალ ასაკში ბავშვების სიარული ფეხბურთზე შემდეგ კლუბს უკვე ასაკობრივად უნდა მიეცეს საშუალება და ინფრასტრუქტურა პარალელურ რეჟიმში უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურის განვითარება სკოლები მსმენელების გადამზადება და შემდეგ საკმაოდ მოცულობითი იყო მაგრამ დარწმუნებული ვარ ეხლას და ვიქნები ყოველთვის იმიტომ რომ ჩემ თვალს ხდება ეს ყველაფერი ჩემი კარიერის მანძილზე შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში სადაც მე ხელი მიმესვდება ამის გარეშე შეუძლებელია ფეხბურთის განვითარება და ადგილობრივი ნიჭიერი იმიტომ რომ მოცემულობით ბოლნისში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება მაგრამ ისინი ვერ აღწევენ წარმატებას და ეს იყო წინაპირობა რომ გაძლიერებულიყო ბავშვთა ფეხბურთი ინფრასტრუქტურას იმ თანხებით რა თანხებით იყო გამოყოფილი შესაძლებელი იყო გრძელვადიან პროცესში ასე ვთქვათ შემდეგ სესხის აღებით რომ ინფრასტრუქტურა ასე ვთქვათ საბავშვო საფეხბურთო სკოლები განვითარებულიყო აშენებულიყო ბაზები და აი ამ მიმართულებით როცა წავიყვანე ლაპარაკი სხვათ შორის მინდა გავამახვილო ყურადღება მადნეულის ხელმძღვანელობამ პირდაპირ დააფიქსირა რომ არავის არასოდეს არ მოუმართავს ესეთი წინადადებით არავის არც ერთ ხელმძღვანელს ბოლნისის სიონის განვითარების გეგმა ჩვენთვის არ უჩვენებია არც ბიზნეს გეგმა და ჩემთვის სურპრიზი არის ყველა მოდის და ითხოვს ფულს მხოლოდ რაში ითხოვენ ამას არავინ არ აკონკრეტებს და ძალიან ესე თქვით სიმპათიები გამოთქვათ თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ ბოლნისში წახვიდეთ სამუშაოდ პირდაპირ დააფიქსირა იმ ადამიანმა აზრი იმის გარეშე მე ვერ ვიტყვი ახლა ვინ და რა არის რომ ის მზად იყო 1.5 მილიონი ლარი დაეფინანსებინა მხოლოდ მადნეულის მხრიდან არის ცალკე დაფინანსება ბიუჯეტიდან და მხოლოდ გავიდოდა თუ აი ესეთი გაწერილ პროგრამას მიიღებთ აი ეს იყო ჩვენი შეთანხმება თუ მაგრამ ეს იყო მოლაპარაკების პროცესი შემდეგ მე შვეიცარიაში წავედი შემდეგ ვიგებ ინფორმაციას რომ ეს ფალავანდიშვილი მიკავშირდება და მეუბნება რომ იქ არის უკვე ბატონი ბურდული ხელმძღვანელად ჩამოსული და თუ თქვენ სურვილი გექნებათ მას დაელაპარაკეთ და მასთან ერთად შეიძლება მე მწუთშივე ვუთხარი რომ მე
სურვილი არ მაქვს, ეს თქვენი სურვილი იყო მეთქი, პირდაპირ განუცხადე. ამის შემდეგ შეხვდნენ ჩემი მეგობრები, ვიზეს ლაპარაკობს ბურდული, რომ გაერკვიათ რამდენად შეიფერებოდა სიმართლეს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ არანაირი კონტაქტი, რადგან ჩემი შეხედულება, კიდევ ერთხელ ვიმძახით, რომ იმის გარეშე დღესაც ესე ვარ, ვიქნები იმ შემთხვევაში ნებისმიერ გუნდში, ფედერაციაში, თუ მექნება იმის საშუალება და ძალაუფლება, რომ განხორციელდეს რასაც ვებიძახი და ეს დოკუმენტურად უკვე მაქვს ხელთ და ვაპირებთ შემდეგ არჩევნების დროს რეგიონებში გასვლას და ამ ყველაფრის გაცნობას საზოგადოებისთვის. ეს არის ჩემი დამოკიდებულება იმ პირველ ასე ვთქვათ, მის პრეტენზიასთან თუ თითქოს ჩემმა მეგობრებმა მას მოთხოვეს გადადგომა, რომ ყაველაშვილი მოდის და შემდეგ ეს არის სიცრუე, შეუძლებელი ესე იყოს. მეორედ უკვე როცა ასევე საზოგადოება მიცის, რომ შარშანი იყო, ხო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არჩევნები, როცა აირჩიეს ახალი გამგებელი ტონი გოგი მეშველიანი, ის არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, აი როცა ვაპარაკობდი, რომ ფეხბურთი დავიწყეთ, აი ეს ყვინჩილა გუნდი, რომელიც იყო ჩვენ ვართ იმ პირველი გუნდის მოთამაშეები და გოგიც იყო იმ გუნდში, იმ ბავშვობიდან მოვდივართ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ასე შემდეგ, მქონდა უამრავი ვთქვათ, შეხების წერტილი. ასევე მოხდა, რომ მას როცა წარადგინეს გამგებლად და უნდა ასე ვთქვათ, ხარდაჭერა და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ ვიცნობდი ამ პიროვნებას ბავშვობიდან და მჯერა ამ პიროვნების, რომ ბევრი რამე შეუძლია, ნიჭიერი ადამიანი არის, საკმაოდ განათლებული და პროფესიონალი, ვიტყვი პირდაპირ. ამ ადამიანთან აი იმ წარდგენის შემდეგ არც ეს მავიზდება, იმიტომ რომ იყო უამრავი მოქალაქე მის წარდგენაზე, სავსე თეატრი. იქაც სიტყვის გამოსვლისას მე აღნიშნე, რომ ჩემი ასე ვთქვათ ტკივილი არის ფეხბურთი და ბოლნისში, რომელსაც სადაც გავიზარდე და ფეხბურთის ესეთი მაღალი სიყვარული არსებობს ფეხბურთის მიმართ, მაშინაც აღვთქვი მე ბოლნის გულშემატკივარს იქ ყოფ ადამიანებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დამეძალებინა გოგისთვის, რომ ფეხბურთისთვის და ფეხბურთი დაგვებრუნებინა ბოლნისში. ეს იყო ჩემი. ბატონო მიხეილ, რადგან თქვენ შეეხეთ ამ თემას, მე გკითხავთ ერთ კითხვას. ბატონმა ბურდულმა ასევე თქვა, რომ შეიძლება თქვენ იყოთ ბატონ გოგიზე განაწყენებული, რომ არ დაინიშნეთ გენერალურ დირექტორად. ამის შემდეგ იყო თუ არა თქვენსა და ბატონ გოგის შორის საუბარი იმ თემაზე, გინდოდა მინდა რომ სრულყოფილი პასუხი გავცე, რომ მე კითხვის ნიშნები არ დაისვასო, აი რაღაცა დავაკელი. ქრონოლოგიურად მივყვებით, რომ რასაც ყვები ეს ფაქტია, ხო? იცის ბოლნისელმა გულშემატკივარმას და მოქალაქეებმას ეს ხომ ჩემი გამოსვლიდან ვიძახი. შემდეგ ასევე ინტერესი გამოთქვა გოგიმ, რომ ერთია ეს თავის პროფესიაში და ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია, იმიტომ რომ ბავშვობის მეგობარია და აინტერესებდა თუ როგორ რა შეხედულება მქონდა, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის და იგივე რაც მაგალითად იმ გალავანდიშვილის დროს უთხარი, იგივე გაუმეორე გოგისაც დამეთანხმა სხვათა შორის, რომ ჭირდება ამას ეტაპობრივად განვითარება და ის ძალისხმევა, რომ აი ფინანსების უცებ მობილიზება, რომ კარგი გუნდის გაკეთება, ასე ვთქვათ, ერთჯერადად და რაიმე წარმატების მიღწევა, ეს არაფრის მომცემი არ არის, არა მარტო ბოლნისში, არამედ ხედავ ჩვენს გარშემო, რომ ყველა გუნდი ვერ ვითარდება და მხოლოდ ერთჯერადი აქციებით ერთი რაღაცა ფეხბურთელების ჯგუფი, რომელიმე გუნდში აქვს 6 თვიან კონტრაქტს მოვაწერენ, მე შემდეგ გადადიან მეორე გუნდში, მესამე გუნდში და ამით ნელა ნადგურდება ფეხბურთი და არავინ ამაზე არ ფიქრობს. იგივე გაუმეორე გოგისაც, რომ ესე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, სხვა შორის გავაცანი ჩემი სტრატეგიული ხედვაც, დამეთანხმა და ის იყო მზად ამ ყველაფრისთვის. შემდეგ მან განაცხადა, რომ პრობლემა იყო, რომ ჯერჯერობით კონტრაქტის ქვეშ იყო ლადო ბურდული. მან მირჩია, რომ ამ ეტაპზე რა შეიძლება გაკეთდეს. ხა ცოტა ისე მოიხსენიებენ, არ ვიცი, უბას დოლიძე ერთ ჩემი მეგობარი. ასევე არის წარმატებული მსმელი ბოლნისში საფეხბურთო ოჯახს ვიტყვი ესე, ბოლნისში ვინც არიან, ყველამ კარგად იცის და საქართველოში მით უმეტეს
მისი ღვაწლი ეს პიროვნება ჩემი თანაგუნდელი იყო და საკმაოდ წარმატებული მსმელია და ერთ-ერთი სხვათა შორის დღეს აღნიშნავენ საბურთალო სკოლა, სადაც ბევრი ძირითადი მოცემულობა ახალგაზრდული ნაკრებებისა, პირველ ნაკრებში ან წასული ფეხბურთელებისა, ვინც წარმატებულად ითვლება არის საბურთალო. რამოდენიმე ფეხბურთელი შეიძლება ლოკომოტივის იყოს ან დინამოს აკადემია გამორჩეოდა. ეს პიროვნება, რომელიც თავის მხრებზე 24 საათიან მუშაობის რეჟიმში აღზარდა და გვარებსაც ჩამოთვლი პაპუნაშვილი, რომელიც ახლა გამარჯვება მოუტანა დინამოსთვის, კაჭარავა, რომელმაც ასევე ევროპის ლიგაზე გაიტანა, აბურჯანია, ბევრი ფეხბურთელი, ბერიძე საკმაოდ 7-8 ფეხბურთელი, რომელიც დღეს მუსირებს, ამ ადამიანის აღზრდილი არის და ჩვენი, ასე ვთქვათ, შეთანხმების პირობა ის იყო, რომ ეს წამყვანი სპეციალისტი, რომელიც ამდენი ფეხბურთელი გაუზარდა საქართველოს, პირიქით ხოჩურის გოგის დამეთანხმა, რომ თუ ეს ადამიანი ჩვენთან წამოვა სამუშაოდ ძალიან ბედნიერი იქნება. აი ეს პროცესი იყო. მან განაცხადა, რომ ბურგლუს უმთავრდება კონტრაქტი სეზონის ბოლოს. მე ვუთხარი, რომ მე ვერანაირად ვერ ჩავერევი ამ პროცესში. ერთადერთი კონსულტაციის სახით თუ რამეს ვკითხავ და აუცილებლად ვალდებულიც ვარ, რომ დაგეხმაროთ. ჩემი დამოკიდებულება არის რა თქმა უნდა გულის შემტკივა ბოლნისზე, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ყველა საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გვეგმავთ ცვლილებებს ფეხბურთის ფედერაციაში. ამ წლების მანძილზე ველოდებოდით ზუსტად ამ წელს რომ არჩევნები გაიმართება და მთელი მიმართულება, იმიტომ რომ გოგისაც უთხარი და გულშემატკივარს ხშირად ვიმეორებ, რომ ერთ კონკრეტულ გუნდში რაიმე ცვლილებას რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, და ეს არის დინამო არის მაგალითად მაგალითი, რომ აი წლებია წვალობენ და საშუალო დონის ევროპული გუნდი ვერასდროს ვერ გახადეს. რატო? იმიტომ რომ აუცილებლად ჭირდება მას კონკურენტი. საქართველოს ჩემპიონატს თუ არ გავაძლიერებ და 3-4 ძლიერი გუნდი არ იქნება, შეუძლებელია ერთმა გუნდმა, რაც არ უნდა მეთოდოლოგია დაგეგმო, რაც არ უნდა ფინანსები ჩადო, რაც არ უნდა ძლიერი ფეხბურთელები ჩამოიყვანო, ვერ განვითარდება. შეუძლებელია რომ მისი განვითარება მოხდეს. ასევე გონდა აქცენტი ბოლნისზეც. ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებ ამ თემაზე. ეს იყო ასე ვთქვათ, გოგის მხრიდან პირველი მანამდე ვთქვი და ეხლა ვთქვი, ჩემი პრინციპი არის, რომ ფეხბურთი არის მთავარი და ეს ფეხბურთი თუ რაიმე ხელისშემშელი, ასე ვთქვათ, ხელოვნური რაღაცები ხდება, იმას ვემიჯნები და მასთან მებრძოლი ვიქნები ყოველთვის. და ეს ხელოვნურობა გამოიკვეთება ბურგლუის ქმედებაში. განაწყენდა, რა თქმა უნდა განაწყენდეს და ჩემთვის დავასრულებ ამ სახისზე ლაპარაკს, იმიტომ რომ გავგზელდა, რამ გამოიწვია გაღიზიანება, რომ მან ისე მოინდომა ბოლნისში ამ წლების მანძილზე და აღარ დაუბრუნდა, იმიტომ რომ განვაცხადე მე ინტერვიუში, რომ რა იყო ის მიზეზი, რატომაც მე შევეხე ბურგლს. ხელოვნურად ცდილობს ეს კაცი, რომ დარჩეს ისევ ამ პოსტზე, დარჩა, არ ვიცი. და თავარი შეურაცხყოფელი რა იყო ჩემთვის. თუ არ ვთქვი, 2 კვირის წინ თუ 20 დღით ადრე მოხდა დაჯილდოვება ბოლნისის სიონის საუკეთესო მენეჯმენტად იყო დასახელებული ბოლნისის სიონი და ეს იყო ჩემთვის უკვე კულმინაცია, რომ ეს დამოკიდებულება, ეს მავნებლური დამოკიდებულება და გაპიარება იმის, რომ ეს ყველაფერი პირიქით არის და წარმოაჩინოს, იმიტომ რომ გაუხანგრძლივდეს ამ პიროვნებას არსებობა, აი ეს მავნებლური არსებობა ბოლნისში და ასევე ქართულ ფეხბურთში, გული შემტკივა მე, რომ მას აქვს ნიჭი იმისა, რომ კარგად დაალაგებულ სისტემაში წარმატებას მიაღწიოს. ამას ვაღიარებ, იმიტომ რომ მაინც ყოფილი ჩემი კოლეგა არის და ფეხბურთელი არის, მაგრამ იმ დამოკიდებულებით, რა დამოკიდებულებითაც მან ეს, ასე ვთქვათ, ფონი შექმნა, რომ გაიხანგრძლივოს მდგომარეობა, ამას ყოველთვის დაუპირისპირდები და იცის მან კარგად, არ მაინტერესებს იცის თუ არა. ეს იყო ჩემთვის კულმინაცია, იმიტომ რომ შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რამოდენიმე თუ არ ვშტები
ჩემი კარიერის მანძილზე 7-8 კლუბი გამოვიცვალე, წამყვანი სხვათა შორის და მოცულობით, ბიუჯეტის თვალსაზრისით, სხვადასხვა ბიუჯეტების, ხო, დიდი ბიუჯეტი, რომელსაც საშუალო, მცირე ბიუჯეტით, როგორ აღწევენ კლუბები წარმატებას, რა არის მათთვის ასეთ პროფესიული კლუბის, ასე ვთქვათ, წარმატების მიზეზი, მენეჯმენტის თვალსაზრისით. დამისახელოს ერთი განხორციელებული ცოტა აქტივ გუნდი რომელიც ხო იძულებული ხო არა ვარ თქვენ აი ცხინვალი ვარჯიშობს თბილისში იმიტომ რომ ცხინვალში ვერ ჩადიან ბოლნისი 3 წელია არ თამაშობს საკუთარ კელდებში არ ვარჯიშობს ბიუჯეტიდან ეს ხო კერძო კლუბი არ არის პირდაპირ ბოლნისელების ბიუჯეტიდან ასე თქვა ჯიბიდან იღებს ეს კლუბი ფულს და მიაკ სხვა ქალაქში და ხარჯავს სხვაგან ხო შენ წარმოგიდგენია ერთმა ესე ქილიკითაც თქვა რომ შენ წარმოგიდგენია ამ ფულიდან კოკა-კოლა რომ იყიდოს თქვა ბოლნისის ფეხბურთელმა ხო და კოკა-კოლა დალიოს ბოლნისში იმასაც არ აკეთებენ რა მაქვს წარმოდგენილი ხო ის ფული რომ ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩეს ხო გავიდეს თქვა ვიტრიალოს ბოლნისში ისიც კი არ ხდება მთლიანად გადის რეგიონიდან ხო როგორ შეიძლება წარმატებული უწოდო მენეჯმენტს სადაც გუნდი ესეთ მდგომარეობაში რომელიმე სატრანსფერო პოლიტიკა აქვს ისეთი ყველაზე ხანდაზმული თუ არ ვწდები მე-4 ადგილზე თუ მე-3-ზე გავიდა ევროპაში ყველაზე ხანდაზმული გუნდი ყავდა თუ არ ვწდები 2 წლის წინ ხო ესეთი შეფასება იყო გოლნის ხო ბიუჯეტის თვალსაზრისით მეორე თუ მე-3 ადგილზე არის საქართველოს მასშტაბით და რა სარგებელს იღებს ან გულშემატკივარი ან თვითონ კლუბი ან რა შემოსავალი მოიტანა რა მაიკები გაყიდა ბოლნისის ასვანო მაისურებით შემოსავალი სპონსორები ყავს გარშემოხვეული და უფრო მეტი შემოსავალი მოიტანა თუ რაში გამოიხატება ეს მენეჯმენტი ეს იყო პირდაპირ შეკვეთილი და ნებისმიერს დაუმტკიცებ ამას პირდაპირ შეკვეთილი იმისათვის რომ ამ ადამიანს გაიხანძლებინა არსებობა თქვენ ფეხბურთის კარიერაში ერთ-ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ დამიმტკიცებს იმას რომ ბოლნისის სიონი წარმატებული კომპანია არა მარტო ფეხბურთზე იყო ხო აქ ლაპარაკი მე-3 ადგილზე გავიდა საქართველოს მასშტაბით ეს სასაცილო არის ეს იყო ჩემთვის შეურაცხყოფელი და მე მიმართავ ბოლნისელებს რომ ნუ თუ ვერ ხვდებიან რომ ეს მათი შეურაცხყოფაა მათ ღირსებას ეხება რომ ეს ამდენი წელი შენ წაგართვეს ფეხბურთი შენი ბიუჯეტით და კიდევ წარმატებად თulis იმას რომ ესე მდგომარეობაშია კლუბი ეს უკვე დაცინვა არის თქვენ ისაუბრეთ რა მიიყვანა ფეხბურთი კრიზისამდე რა შეგიძლიათ თქვენ ის მიზეზები შეგიძლიათ თქვათ რომ ბოლნისის სიონშიც და მიმდინარეობს და იმ გავლენა მოახდინა იმ თქვენს მიერ ჩამოთვლილმა მიზეზებმა და კიდევ ერთი როგორ შეაფასეთ ბოლნისის სიონის მე-13 ადგილზე არის როგორც ვიცით ეროვნულ ჩემპიონატში და ამბობს ხელმძღვანელობა რომ ეს ამ ვითარებაში არის წარმატება გულისხმობენ იმას რომ გაახალგაზრდავდა გუნდი და არ არის საკმარისი თანხები ხო მანამდე ვისაუბრე რომ ეს ციფრი რომელიც თითქოს მუსირებს რომ მხოლოდ 7 მილიონით ეხმარება ეს 54 მილიონზე მაკლაპარაკი წლიურად იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან ფეხბურთის მიმართულებით და 54 მილიონში ჩათვალეთ რომ ბოლნისის სიონიც ასე თქვა იგულისხმება ეხლა მარტო ბოლნისის სიონზე რომ მქონდეს მე მაგალითად გართულება ეს ნათელი არის ხო თითქმის ყველა კლუბი საბიუჯეტო კლუბი თითქმის იგივე დღეში არის განსხვავებული იმისა რომ შეიძლება ბოლნის უფრო მეტი ბიუჯეტი ქონდეს მაგრამ დამოკიდებულება მენეჯმენტთან პირველი მართვასთან დაკავშირებით რომ ყველა კლუბი თითქმის ყველა კლუბი არის ერთჯერად აქციებზე იღებენ ამ თანხას და არანაირ სარგებელს უკან არ აბრუნებენ ხდება თქვა ფეხბურთელების მიყვანა 6 თვიანი კონტრაქტებით მაქსიმუმ შეიძლება 1 წლიანი ეს ფეხბურთელები არანაირად არ მახსოვს აი მე ტრანსფერი კლუბებს შორის ტრანსფერი განხორციელებული იყოს ან რომელიმე კლუბის აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთება ხანდაზმულობა რატო ახსენე ამიტომ ქაოტური არის არანაირი სარგებელი არ აქვს არც ერთ კლუბს ეს ყველაფერი შესაძლებელია ჩემ პროგრამაში მაქვს ამ ერთიანი სისტემის საშუალებით როგორ უნდა მოხდეს აი ზუსტად მენეჯმენტში ცვლილებები და მართვაში ცვლილებები რომ ეს გრძელვადიან პროცესზე იყოს გათვლილი და ყველა კლუბს მით უმეტეს ბიუჯეტის კლუბებზე მაქვს ლაპარაკი რომ კონდეს მინიმუმ 4-5 წლიანი განვითარების გეგმა იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია ხო
ანუ ცენტრალურ ტელევიზიებში მუსრებს აზრი რომ თქვენ ბატონი ლევან ყიფიანი, რევა ზარველაძე, კობიაშვილი აპირებთ იყაროთ კენჭი საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტობაზე. ანუ დაადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას, აპირებთ თუ არა თქვენ იყაროთ კენჭი და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი დაუშვათ ამ მორჩილება? ესეც არ იქნება ახალი, გულშემატკივარმა იცის ამის შესახებ. კიდევ ერთხელ გავი მეორე 2007 წლიდან ჩვენ ჩავერთეთ საკმაოდ რთულ ბრძოლაში, რომ მიგვეღწია იმისთვის, რომ ეს დრო დამდგარიყო, რომ დღეს შეუძლია გულშემატკივარს მაინც არ არის ბოლომდე დარწმუნებული და რა თქმა უნდა არც უნდა ვიყოთ დარწმუნებული, იმიტომ რომ ცდუნება ყოველთვის იქნება იმისა, რომ ამა თუ იმ გავლენიანმა პიროვნებამ ძალამ თავისი, ასე ვთქვათ, კანდიდატს რაღაცნაირად დაეხმაროს, ხო? ეს უნდა იყოს ჯანსაღი პროცესი. პირველი ნაბეჯი, რომელსაც ჩვენ ამ ბრძოლის შედეგად მივახციეთ, რომ იმედი მაქვს, რომ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, უფრო მეტი დიდი მოცულობის იქნება და იქნება, ასე ვთქვათ, პროგრამათა გასვლა, გამოსვლა და საზოგადოებას ექნება იმის საშუალება, რომ გაეცნოს ვის რა სურს. ჩვენ ვართ ამ მიმართულების მომხრე. აუცილებლად წარუდგებით არჩევნებში წესების დაცვა, ჩემი ასე ვთქვათ, პრინციპი არის, ჯერჯერობით თარიღი არ არის გამოცხადებული არჩევნების, როგორც კი გამოცხადდება თარიღი და დაიწყება წინა საარჩევნო პროცესი, ჩვენ ეს დაწყებული გვაქვს, მაგრამ უკვე ოფიციალური სახე როცა მიეცემა, ჩვენ გეგმავთ ყველა, ასე ვთქვათ, რეგიონში გასვლებს და საზოგადოებისთვის გაცნობას თუ რა გვსურს ჩვენ და როგორ გვსურს ამ ცვლილებების განხორციელება და რა გზას უნდა დაადგეს ქართული ფეხბურთი. თქვენ შეეხეთ ბავშვთა ფეხბურთს, თუმცა უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ, ანუ რა პრობლემებია ბავშვთა ფეხბურთში და როგორ გესახედავთ ამ პრობლემების მოგვარება? ცით რა არის? ფეხბურთი არის, ესე უნდა წარმოვიდგინოთ, ეს არის ერთი ორგანიზმი. შეუძლებელია რომელიმე სფეროს, ფეხბურთში არსებული სფეროს, ახლა ბავშვთა ფეხბურთი დაასახელეთ თქვენ და რომელიმე სფეროს ცალკე განვითარება, ეს გამორიცხული არის, ხო? კომპლექსური მიდგომა არის საჭირო, ეს ჩვენ გვაქვს გაწერილი ჩვენს პროგრამაში. ბავშვთა ფეხბურთი ვერ განვითარდება ესეთ პირობაში, იმიტომ რომ ქაოტური მდგომარეობაა მთლიანად კლუბებში, საბავშვო ფეხბურთში უმთავრესი მიზეზი და სტატისტიკა არსებობს ამის ოფიციალური, როგორ აკლდება ფეხბურთელები ფეხბურთს, ხო? ეს ბავშვობიდან იწყება, ხო? რამდენი ბავშვებს საშუალება არ აქვს უბრალოდ რომ ფეხბურთზე იარო. რატომ? იმიტომ რომ ფასიანია, უმრავლეს საფეხბურთო სკოლებში არის ფასიანი. ეს ფასი საკმაოდ ძვირი არის. არა აქვს ოჯახებს იმის თანხა, რომ 60, 100, 150 ლარი იხადონ. საკმაოდ დიდი თანხა არის. ძალიან ბევრ ოჯახს საქართველოში არ აქვს ამის საშუალება და ჩვენ ძალიან ბევრ ნიჭიერ ბავშვს უბრალოდ ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფთ, რომ ნახოთ ეს ბავშვები, ისინი ფეხბურთს ვერ დადიან. პირველი უმთავრესი პრობლემა იქნება როგორმე აი ამ პრობლემის მოყოლება, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი იყოს ჩართული ფეხბურთში. და ეს უნდა გამოსწორდეს მხოლოდ იმით, რომ უნდა გავხადოთ უფასო პირველ ეტაპზე, შემდეგ საფეხბურთო სკოლებში, რომელიც ნიჭიერი გამოჩნდება, კლუბებმა უნდა აიღონ ამ პირველი ეტაპის შემდეგ, როცა ყველა ბავშვი იქნება რაც შეიძლება მასიური, მასობრიობას როცა ლაპარაკობენ, არა თავში უნდა გააკეთო მასობრიობა, მაგრამ დაბლა უნდა გააკეთეს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ბავშვმა, ვისაც სურვილი აქვს, ვისაც ნიჭი აქვს, ვისაც არ აქვს ნიჭი, ყველამ ითამაშოს ფეხბურთი ყოველგვარი შეფერხების გარეშე. აქედან შემდეგ რაც უფრო ბევრი იქნება, რა თქმა უნდა, არჩევაც უფრო ადვილია, ხო? ბევრში უფრო აირჩევ, ვიდრე ცოტაში, ხო? და შემდეგ მოხდება უკვე შერჩევითი, უკვე ასაკს მნიშვნელობა აქვს და ძალიან კარგად აქვს ეს გაწერილი, როდის რა უნდა დაიწყოს და არ ვიცი ამას დავიტოვებ იმათ, რომ მე ვგეგმავ ამ ჩვენი პროგრამის პრეზენტაციის გაკეთებას და ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება ბოლნისი ამ საიდუმლოებასაც გაგიფრთხილთ ახლა. მადლობთ ამისთვის და ბოლოს რაიმე საკითხი რომელიც იქნებ გამოგვრჩა ჩვენ და გინდათ დაამატოთ რა არის თქვენ რა საკითხი, ხო, დაუბრუნდები რას. ამას წინათ მოხდა აქცია თუ არ ვთქვი ამ პრობლემებთან დაკავშირებით გაიჟღერა ჩემმა გვარმაც არ დავმალულა არასოდეს ფიზიკურადაც რომ მქონოდა შესაძლებლობა აუცილებლად ვიქნებოდი გულშემატკივრის გვერდზე, იმიტომ რომ
ესეთი კითხვა დამისვა ჟურნალისტმა, რომ ამის უკან დგას ყავალ, არა, ამის უკან არ დგას, ამის წინ დგას მეთქი ყავალაშვილი, იმიტომ რომ ეს ამ პრობლემებზე ლაპარაკი მე დავიწყე საჯაროდ, მე და საჯაროდ პრესაში, იმიტომ რომ აქამდე ამის შესახებ ესე გაჟღერებული არ ყოფილა და რატომ ვაკეთებ ამის ასე ვთქვათ, გამეორება რატომ იწევს. ამ აქციის პარალელურად უცებ მოხდა პარალელური აქცია, სავის დავარქმევდი, რომ კლუბის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობა შეუძლებელია და პირდაპირ მინდა გავემიჯნო ესეთ რამეს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემთვის მხარე მით უმეტეს ბოლნისში არ არსებობს. ჩემთვის ყველა ბოლნისელი იქით დგომი, აქით დგომი, რომელიმე აქციაზე დგომი, ჩემთვის არის ერთნაირად ძვირფასი. მით უმეტეს ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვერ ეღირსება ვერავინ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე დაპირისპირებას კონდეს ადგილი, შეუძლებელია რომ ესე მოხდეს. ფეხბურთი აერთიანებს, ფეხბურთი არ ყოფს. აქედანაც ჩანს იმ პიროვნების როლი, რომ მან გაიგო, რომ უნდა ჩატარებულიყო აქცია და სასწრაფოდ მოითხოვა, რომ ჩატარებულიყო პარალელური აქცია და გაიხსენეთ ამ პარალელურ აქციებს ვინ აწყობდა და როგორი შედეგით თავდებოდა ეს ყველაფერი. ეს არის სამარცხვინო, შეუძლებელია, ხო? თუ გააქვს რაიმე სათქმელი და პრეტენზია, გამოდი როცა გინდა და რაღა იმ პერიოდში აკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ მე მინდა რომ ეს არის ფუჭი მცდელობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის ყველა ძვირფასი არის, არ არსებობს ხარე, ყველას მოუწოდებ და შეუძლებელია მე მით უმეტეს ფიზიკურად ვიყავი ძალიან დიდი ხნით წასული და ჩემთვის იმდენად მშობლიური არის, რომ ამ ადამიანების მიმართ მიუხედავად მათი აზრისა, რა აზრი აქვს და რომელ მხარესგან არის ეს ადამიანები, რომ ფიზიკურად მენატრებიან და შეუძლებელია ჩემი შეხვედრის დროს ვინმეს მიმართ რაიმე აგრესია გამოვხატო და მხოლოდ სიყვარული და ის ბავშვობის მონატრება მაქვს ხოლმე და ჩემი მხრიდან ეს გამორიცხულია, რომ რაიმე დაპირისპირებისკენ ვინმეს მოუწოდო, მაგრამ ვიზახი რომ ახალგაზრდებს მინდა მიმართო, რომელიც ნაკლებად ჩართული არიან, იმიტომ რომ მათ ფეხბურთი წაართვეს და მათ საკმაოდ დიდი ძალა აქვთ, რომ დაიბრუნონ ფეხბურთი ბოლნისში. გულშემატკივარს მინდა მიმართო, რომ ეს მიშა ყაველაშვილის მხოლოდ ღირსებაზე არ არის ლაპარაკი, მათ ღირსებაზეა ლაპარაკი. მათ ღირსებაზეა ლაპარაკი, რომ ამდენი წლის მანძილზე ესე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთი სხვა სტადიონებთან შედარებით ნამდვილად ამ პატარა ქალაქისთვის საკმაოდ კოხტა და ლამაზი სტადიონი არის. მე დამავისდა, რომ მყავდა სტუმრები, საკმაოდ მაღალი დონის სტუმრები იყვნენ, ესპანელები, თუ გახსოვთ, განცვიფრებული იყვნენ, ესპანელს რო განცვიფრება, რომ ამ სტადიონზე არ აძლევენ საშუალებას ფეხბურთის თამაშს და გაუკვირდათ, იმიტომ რომ ესეთივე სტადიონები ძალიან ბევრი არის ესპანეთში და იქ ჩვეულებრივად მიდის ჩემპიონატის თამაშები და ნამდვილად გაკვირვება გამოხატეს. გოგისთან და ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ყავდა ეს ადამიანები აქ, საკმაოდ კარგი პროგრამა გონდათ და არსებობს ეს მომავლისთვის. მე მინდა რომ ბოლნისი არათუ სხვა რეგიონების შემდეგ ან რომელიმე წამყვანი კლუბის შემდეგ, არამედ ჩემი სურვილი არის და ამაში მხოლოდ რომ აქ მე ჩამოვიდა ვიმუშავე, ამას არ გულისხმობ, რომ ბოლნისი აქ ყველანაირი პოტენციალი, აი ეს საკითხები მქონდა განხილული ბატონ გოგისთან, რომელიც ნამდვილად მონდომებულიო და სურს რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, მაგრამ ყველაფერს ესე არ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ვერ ხდება. ამაზე მქონდა ზუსტად აქცენტი და დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ აქვს იმის პოტენციალი, რომ ბოლნისიდან დაიწყოს, ბოლნისი იყოს მოდელი, როგორი, აი მართლაც როგორი უნდა იყოს პროფესიული კლუბი, რას უნდა შეიცავდეს და აი ამ პატარა კლუბმა შეიძლება მაგალითი მისცეს, თუ მოგვეცემა ამის საშუალება და ეხლა უკვე სხვა პრობლემებზე ვართ გადასული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად განხორციელება, იმიტომ რომ ბოლნისი არის ბიუჯეტის კლუბი და აუცილებლად მოხდება ყველა ბიუჯეტის კლუბის განვითარების ერთ სისტემაში მოქცევა და კარგი იქნებოდა თუ ეს
მოდელი, რომელსაც მე ვგულისხმობ ბოლნისიდან და დაიწყო. ბოლოს როგორც ბოლნისელი და დიდი ფეხბურთის წარმომადგენელი რას ეტყოდით ბოლნისის გულშემატკივარს? ბოლნისის გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს, იმიტომ რომ მათი გუნდი არის ეს. ამრავლოს ბოლნისი და ბოლნისელები, ხო? ბევრს ყავს ბავშვები, არ უნდა უხდებოდეს ბოლნისელ ადამიანს და კაცს ყოველ დღე თბილისში სიარული აქ ბინის ზებნა, იმიტომ რომ ყველა პირობა იმისა, რომ ბავშვი აქ მინიმუმ 18 წლამდე გაიზარდოს, მიაღწიოს, ასე ვთქვათ, თავის ნიჭის სრულყოფას იმ ზღვარამდე, ყველა პირობა შეიძლება არსებობდეს და მაგას ვთხოვ ბოლნისელებს, რომ ეს იწყება ღირსებიდან. მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და იმ ბავშვობას, ხო, იმ ჩემ მეხსიერებაში კიდევ რითიც დავიწყე, იმით მინდა რომ დავამთავრო. ჩემ მეხსიერებაში არის, რომ ამ ადამიანებს უყვართ ფეხბურთი, მაგრამ თუ აი ეს წართმეული არ დაიბრუნე უკან, ხო, და დაბრუნდება მხოლოდ მოთხოვნით კონკრეტულად, რომ მათ უნდათ ბოლნისში ფეხბურთი, მათ უნდათ განვითარდეს ფეხბურთი. მადლობა ძალიან დიდი ასეთ საინტერესო საუბრისთვის, გულწრფელი პასუხებისთვის. მადლობთ კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში. დიდი მადლობა.